გრძელდება იმედის დილა და გრძელდება საკმაოდ საინტერესო თემით და ვისაუბრებთ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ბორჯომის რეგიონში საზაფხულო ახალგაზრდული საჯომარდო ბანაკის შექმნა, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაიარონ ტრენინგ კურსები ჯომარდობასა და სანიჩბოსნოს სლალომებში. და ჩვენი სტუმრები სწორედ ამ თემის შესახებ ისაუბრებენ და წარმოგიდგენთ მათ პროექტის ხელმძღვანელი თეიმურაზ თავაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია. დილა მშვიდობის პირველ რიგში მადლობა მოსვლისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. თავდაპირველად პროექტის შესახებ მოგვიყევით მის დანიშნულებაზე და ზოგადად რა მიზანს ისახავს ბორჯომის რეგიონში საზაფხულო ახალგაზრდული საჯომარდო ბანაკის შექმნა. მოკლედ ინიციატივა წამოვიდა საერთო ინტერესიდან, ეს არის როგორც სპორტული ინტერესი, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის არა როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კომერციული კომპანიებისთვის, მით უმეტეს ჩვენთვის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ცხოვრებაში და წამოვიდა ინიციატივა თან რეგიონებში ინფრასტრუქტურა არც ისე მაღალ დონეზეა მოზარდებისთვის სწორი ცხოვრების წესის ჩამოსაყალიბებლად და ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ რომ გავაუმჯობესოთ. უშუალოდ ბანაკში 36 ბავშვზე იყო გათვლილი თავიდან, მაგრამ მოთხოვნილება მაღალი წამოვიდა და ეხლა ვცდილობთ რომ ცოტა დავამატოთ რამ ხო რა ცოტა გავფართოვდეთ და ვაპირებთ რომ ვავარჯიშოთ მოკლედ ჯომარდობაში რა რაფტინგში, აქედან საშუალება იქნება რომ შეივსეს სპორტსმენები და მოგვიანებით ანუ პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ. პარალელურად რაღაც რაოდენობას გარანტიაც აქვს იმის რომ ტურისტული გიდები იქნებიან და კომერციული კომპანიებისგან შეთავაზებები ექნებათ სამსახურზე ყველა ვარიანტში. გარკვეულ ცოდნას მიიღებენ. კი, თავის შემეცნებელს არის ყველაფერთან ერთად ჯამრთელ და ბანაკი როდის იხსნება? ბანაკის პრეზენტაცია გვაქვს ხვალ, სელექცია უკვე ჩავატარეთ, ყველაფერი გამზადებულია, ხვალ პრეზენტაცია და პირველი ვარჯიში გაიშვება ერთად. ჩვენი და რაც შეეხება პროექტს თვითონ აქტივობებს. და აქტივები იქნება პროექტი. აქტივობები შედის პირველ რიგში teamwork-ი 36 ბავშვი ცოტა დაემატება ალბათ. ერთ ბანაკის ზონაში იქნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება ფრაზა, რომელსაც ყველაზე მეტად გაიგონებენ. სხვადასხვა ორი მწვეველი იყო მხოლოდ, სადაც 14-დან 21 წლამდე და ისინიც პირობას თეთრ მწველები აღარ იქნებიან ადამიანს ძალიან ცოტა მე მგონი საქართველოს პირობებში. კი, ძალიან ცოტა თან ასაკი აქვს ისეთი, რომ უჭირთ მაგასახში ხშირად სწორად განსაზღვრა და სწორად არჩევა როგორც ცხოვრების წესი მიყვან, მით უმეტეს როცა არ აქვს ბევრი აქტივობა, რითიც შეიძლება დაკავდნენ რა და ჩვენ ერთად ვიზრუნეთ ამ საკითხზე, რომ სწორად სწორი ინტერესი მიგვეცა მათთვის. თუმცა შეიძლება უფრო მეტიც გამოიწეს, ხო ბოდიში და 38 კაცზე მეტი. კი, 38-ზე მეტი. გათვალისწინებული ადამიანები რომ ჩვენ ჯაზა აღსრულების კუთხეში და ინიციატივითაც თავიდანვე რა თქმა უნდა მთელი ჯომარდული გუნდი როგორც ფედერაცია ისე კომპანია რაფტინგში აქტიურად არის ჩართული და ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაც შეიძლება დასახელდეს და საკუთარ რესურსებს და საკუთარი თავით აპირებენ რომ დაიმატონ ეს რამდენიმე ბავშვი და ერთად ვავარჯიშოთ ისინი. ანუ ახლა აი ამ შემთხვევაში თუ აქვს ნებისმიერ მსურველს იმის საშუალება რომ შემოგიერთდეთ. ამ პროექტზე უკვე დავამთავრეთ რეგისტრაცია და სელექცია, მაგრამ აი ჩვენ ერთად ალბათ პირობას მოგცემთ რომ ნებისმიერ შემთხვევაში გავიტანთ რეგიონებში, გავალთ ფართო მასშტაბებზე და მაქსიმუმ მომავალ წელს იმედი გვაქვს რომ ათვისებული იქნება. ამის შესახებ მინდა რომ ვკითხო ძალიან ხშირად ვახსენეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. კიდევ რა მიმართულებებით არის დაგეგმილი თუ განხორციელებული ღონისძიება? რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მოგეხსენებათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტული არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია, ესე ვთქვათ. აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა გვერდი არა უარეთ იმ პროექტს, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა და სათათბი რომ ერთმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ დაეფინანსებინათ, ასე ვთქვათ ეს პროექტი. 2014 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ დაფინანსდა 34 პროექტი, მათ შორის ძალიან ბევრი არის სპორტული ინიციატივა, სპორტული ღონისძიებები, იგივე ფეხბურთის ფესტივალები და ასე შემდეგ. ჩვენ ბატონ მინისტრთან ერთად გუშინ ვიმყოფებოდით
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე, რომელიც ახალციხეში გაიხსნა გუშინ ოფიციალურად, სადაც მონაწილეობას იღებენ მეზობელი ქვეყნებიც კი და ესეც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერილი პროექტი. აქედან გამომდინარე იგივე მარტვილი საფეხბურთო ფესტივალი, იგივე ზესტაფონის საფეხბურთო ფესტივალი და შემდეგ ეს ყველა პროექტი აი იმაზე რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ ხო ჯომარდიაზე რომელი პროექტის სახელწოდება რაც არის და იდეა რაც არის ჯომარდობის განვითარება ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ერთად გულისხმობს იმას თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის ეს მიმართულებები და აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა უზრუნველყოფთ ყველა ის ინიციატივა ყველა ის ჯანსაღი ინიციატივა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ახალგაზრდების მხრიდან, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით იყოს დაფინანსებული. ჩვენ ახლა გვაქვს მეორე საგრანტო კონკურსი, უკვე მიმდინარეობს განხილვის პროცესი, ასე მეტი განაცხადი შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ძალიან მალე უკვე იქნება, ასე ვთქვათ, შემდეგი პროექტების, დაფინანსებული პროექტების ნუსხა, სადაც არაერთი ასევე სპორტული ინიციატივა არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ამ შემთხვევაში ამ ორგანიზატორებს, ემოს დათოს, ვისაც კარგი ინიციატივა ჰქონდა, რა თქმა უნდა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანამშრომლობს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. მადლობა. სამთავრობო სტრატეგია მასობრივი სპორტის განვითარების მიმართულებით, რომელიც ახლახანს იქნა მიღებული. აი ამ ფარგლებშიც ვიცით, რომ საკმაოდ ბევრი ღონისძიება არის დაგეგმილი და უბრალოდ რომ გაგვაცნოთ თუ შეგიძლიათ. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შეიქმნა სპორტის კონცეფცია, დოკუმენტი, რომელიც არის სახელმძღვანელო სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის, არა მარტო ჩვენი სამინისტროსთვის, არამედ ეს არის ქვეყნის ზოგადი მიდგომა, კონცეფცია სპორტთან მიმართებაში, ჯანსაღ ცხოვრებასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე სახელმძღვანელო აბსოლუტურად ყველა იმ სტრუქტურისთვის, რომელიც ამ მიმართულებით არის ჩართული და განსაკუთრებით ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო. მასობრივი სპორტის განვითარება არის ამ შემთხვევაში უპირობო და ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იქნება ფეხბურთი თუ სპორტის სხვადასხვა სახეობა, ამას უკვე რა თქმა უნდა მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, რომ ახალგაზრდები ჩავრთოთ ჯანსაღ ცხოვრებაში. თქვენ მოგეხსენებათ წინა, ასე ვთქვათ, ხელისუფლების პრაქტიკაც არის ის, რომ სკოლებშიც კი ფიზკულტურის მასწავლებლის ინსტიტუტი გაუქმდა. აქედან გამომდინარე წარმოგიდგენიათ თუ რა მდგომარეობა იყო და არის ამ შემთხვევაში ფიზიკური აღზრდის თვალსაზრისით. ძალიან მალე უკვე სპორტის აკადემიაც ასე ვთქვათ შევა ექსპლუატაციაში, ფუნქციონირებაში, ის ახლა რემონტშია და უკვე ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება განათლებაც კი მიიღოს სპორტის მიმართულებით, თავიდან ბოლომდე საქართველოში ექნება ამის კურსი. ჯანსაღი ახალგაზრდობა გვჭირდება ნამდვილად. რამდენი რა კრიტერიუმებით შეირჩნენ თვითონ ის მონაწილეები, ვინც ბორჯომში წაბულენ? აი ეს 18 თუ 39. 36, მაგრამ ეხლა უკვე დავამატეთ, ანუ ნორმატივი წინასწარ განსაზღვრული არ ქონდა, იმიტომ რომ არ ვიცოდით რა რაოდენობას ველოდებოდით და ველოდებოდით გაცილებით უფრო ცოტას. ანუ დაინტერესება დიდი იყო, ხო? ახალგაზრდობის. და რა შევედით ცოტა ისეთ სურათი, რომ ძალიან გამიხარდა, რომ მართლა ძალიან ალბათ პრაქტიკულად ყველა ვისაც ხმა მიაწვდინეს, ყველა ბავშვი იქ ახლომახლოს მოგროვილი იყო რა. და ნორმატივი ჩავატარეთ ძალიან მარტივად, ანუ მარტივი დატვირთვით ერთმანეთთან შედარებით, პრესები, მიზიდვები, მოკლე დისტანციებზე სირბილი და აი მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გული არავისთვის არ დაგვეწყვიტა, იმიტომ რომ უარის თქმა იქ იმ მონდომებისთვის და ისეთი არაჰუმანური გამოვიდა და ჩვენი მხრიდან რა. და რამდენად დაეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თქვათ ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას ახლა და რომლებიც მიიღებენ პრაქტიკას შემდეგ პროექტებში რომ ჩაერთონ. რამდენად პრივილეგირებულები იქნებიან ისინი სხვებთან შედარებით. ვინც რაღაც იმაჩვენებლებს სტადებს, იმ სურათს სტადებს ბოლოს გარანტირებული აქვს, რომ დასაქმდება ტურისტულ გიდად კომერციულ კომპანიებში განაწილდებიან. და პოტენციალი შეიმჩნევა იმის, რომ დადგეს მათგან პროფესიონალი სპორტსმენები. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი მე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მარტო შარშანდელი 2013 წლის დაფინანსებული პროექტების შედეგად თვითონ პროექტში იყო ჩართული
დასაქმებული 800 ახალგაზრდა, 800-დან 1000-მდე ახალგაზრდა. რამოდენიმე მათ შორის სოციალური საწარმო და ფინანსთა, რომლებიც ეხლაც უკვე ფუნქციონირებაშია და ეხლა დასაქმებულები არიან ის ადამიანები. ეხლა ცხადია იგივე თემოს პროექტი, სხვა ადამიანების პროექტებიც ასე უზრუნველყოფს იმას, რომ ახალგაზრდების დასაქმება მოხდეს და ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ახალგაზრდობის ეს არის, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად ამავდროულად არის დასაქმების პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ამ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც იქვე ცხოვრობს, ხო, იმას ექნება საშუალება, რომ აი მიიღებს იმ უნარჩვებს, გადამზადება და შემდგომ უკვე დასაქმდება, იგივე მომავალ წელს შეიძლება თვითონ გახსნას რაღაც კომპანია, თვითონ იყოს ჩართული, ასე შემდეგ. და ეგეც მნიშვნელოვანია და მადლობა ამას. აი, იქნება თუ ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ამ ინიციატივისთვის. წარმატებებს გისურვებთ, იმედია რომ კიდევ ბევრი და ბევრი საინტერესო პროექტი იქნება თქვენი მხრიდან შემოთავაზებული და თემა რომელიც ახლა უნდა გავაგრძელოთ, მაინც ასეთ ვისე კავშირში არის, ხომ? ჯანსაღი ცხოვრება. გარემოს დაცვის დღე არის. საერთაშორისო დღე არის და ჯანსაღი ცხოვრება და დავიწყოთ ყველაზე მეტი ხე წელს დარგო სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პრემიერის ინიციატივის ფარგლებში. ძალიან კარგი, დიდი მადლობა და ანი ჯამაგიძე იმყოფება ტელეიმედთან ახლოს მოზარდებთან ერთად და შეგვიძლია რომ მივესალმოთ ანი დილამშვიდობის ანი. დილამშვიდობის დღეს 5 ივნისია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. გადაცემა ეკოვიზიის ორგანიზებით დიღმის წყე-პარკში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. ჩემთან ერთად გადაცემის წამყვანები იმყოფებიან დილამშვიდობის გილოცავთ პირველ დღევანდელ დღეს. მეც გილოცავთ და შემოგვიერთდნენ ჩვენი ქართველიერი მოუწოდოთ ყველას. აუცილებლად გიორგი, პირველი კითხვა შენთან მექნება, რამდენად ხშირად მონაწილეობთ მსგავს აქციებში და როდის დაიგეგმა ეს აქცია? ეს აქცია დაიგეგმა გუშინ საღამოს, რადგან როგორც ჩვენ უკვე თქვით, დღეს არის 5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე და ჩვენ ეკოვიზიის წამყვანებმა და ეკოკლუბის ბავშვებმა გადავწყვიტეთ, რომ გამოვიდეთ და დავალაგოთ დიღმის მიმდებარე ტერიტორია. ზოგადად ეს აქციები ჩვენ ხშირად გვაქვს და ვასუფთავებთ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიას. და ვისი ორგანიზებით ტარდება ეს აქცია? ეს აქცია ტარდება პროექტ დავასუფთავოთ საქართველოს ფარგლებში და მისი მხარდაჭერები არიან ორგანიზაცია ეკოვიჟენი, მწვანეთა მოძრაობა და ორქისი. და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროექტი ხორციელდება შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მადლობა გიორგი, ხელს აღარ შეგიშლი, შეგიძლია მადლობა, მე კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, რომ არ დავანაგვიანოთ გარემო და გავუწყდეთ მას. აუცილებლად მადლობა. დასასუფთავებელიც ნაკლები იქნება, ხო? მე შემოგიერთდი. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ბავშვებო, ნინი, რამდენად ხშირი ესეთი აქციები თქვენი გადაცემის ორგანიზებით უნდა ხშირად ტარდება? ჩვენ რაც შესაძლებლობა გვაქვს, ყოველთვის გამოვდივართ, ვასუფთავებთ გარემოს და როდესაც არის ხოლმე ესეთი პროექტები, ყოველთვის გამოვდივართ, ბავშვებიც გვეხმარებიან ხოლმე ეკოკლუბის ბავშვები და რა ვიცი, ამჯერად დიღმის წყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიას ვასუფთავებთ. და ამ აქციით რისი თქმა გინდათ? ასე თქვა, იმის თქმა გვინდათ, რომ უნდა გავუფრთხილოთ გარემოს, არ უნდა დავანაგვიანოთ, რადგან ეს ყველაფერი ისევ ჩვენთვის არის საჭირო, რადგან ჩვენ თუნდაც ამ ჰაერს ვთქვათ, რაც დანაგვიანებულია ხა გარემო ძალიან დანაგვიანებულია დღესდღეობით, ხო? დათუნა, რამდენად აქტუალურია ეს თემა შენთვის და საერთოდ ზოგადად ყველასთვის? აქტუალური კი არის ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილვარ და ბევრი ხალხია, მაგრამ მოგიწოდებთ უფრო ბევრი ხალხი რომ მოვიდეს. შემოგვიერთდეს ყველა და ერთად დავასუფთავოთ საქართველოს. მე ძალიან მიყვარს 5 ივნისი, განსაკუთრებით ჩემი დაბადების დღეც არის თან. გილოცავ. მადლობა. და ასევე დავამატებდი, რომ 1972 წელს გაეროს მხარდაჭერით პირველად აღნიშნეს, ასე ვთქვათ, 5 ივნისი და ეხლა უკვე მთელ მსოფლიოში აღინიშნება დღევანდელი დღე. მადლობა ბავშვებო, მოდი ერთად შევუდგეთ დასუფთავების საქმეს. და მე შემოგიერთდებით. ამდენი დროს ხდება იმის 50. არა, 50 ბევრია, მაგრამ 2.
როგორც ხედავთ, მზად ვარ იმისთვის, რომ ამ აქციაში მეც მივიღო მონაწილეობა და ჩემი წვლილი შევიტანო დასუფთავებაში და დაგემშვიდობებით ამით და ყველას მოუწოდებ, რომ მსგავს აქციებში აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა. ნახვამდის. ვალია ნამდვილად ვალია. თითქოს ადამიანმა რომ გაურკვევს და არ გადააგდოს რაღაც ერთი ელემენტარული არ აქვს მნიშვნელობა რა.